გიორგი მშელეიშვილი, პოეტი, არის საპატიო ქუთაისელი და ბევრი სხვა რეგიონის სიცრის დამშობის თვალსას გეკრა. თბილისიდან ნახეთ ეს ბიჭი დადიოდა თბილისიდან, როცა სურვილი გაქვს, მიზანი გაქვს და გიყვის თავაზობაც ეს არის მოზარდების და პროფესიონალობის კოლაბორაცია. ეს არ არის მხოლოდ სპექტაკლი, აქ იზრდებიან. მხოლოდ ერთი მაგალითი ეწელებასაც კითხვა სწავლო მინისტრიის საქმეა. ნებისმიერ ყოფით წონებაში ეს უკვე დაგიარეს და ხო, ჩვენი ლაბორატორია ამას ემსახურება. მოგესალმებით, შემოჭრებასებო, ცოტა მხიარულად ვიმიღეთ ახლა სცენაზე და მე საცმელში ვარ მოსული, იმიტომ რომ ეს მე რამდენი არ ვიცი, ნამდვილად ხელა და ეს არის ჩემი უჩვეულო მდგომარეობა, როდესაც საზოგადოების წინაშე ვარ, არასდროს სიტყვა არ მოშლება და არც ხმა არ მიკარგად. ეს არის ალბათ პირველი ჩემს ცხოვრებაში და მადლობა ამ ემოციისთვის. და მინდა ერთი რაღაც თქვა. ყოველთვის ისმის ხოლმე შეკითხვა საზოგადოებაში, ტელევიზიით და ასე შემდეგ, რა აკლია ქუთაისს. ქუთაისს აკლია აი ასეთი ახალგაზრდები და ეს დასი, რომელიც დღეს შეიქმნა. აი ეს აკლდა ქუთაისს და მე ხვალიდან უკეთეს ქუთაისს ველოდები. აი თქვენი და მოღვაწეობენ, უკვე ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად მოღვაწეობენ, მაგრამ აი ეს დასი აკლდა ქუთაისს და ეს ლაბორატორია, რომელიც თია გეგეჭკონმა დღეს შესძინა და მინდა მივულოცო ჩვენს ქალაქს, მინდა მივულოცო ჩვენს მეგობარს. მე ვარ ის დედა, რომლის იმ ბიოლოგიური შვილის დედა, რომელიც სცენაზე ერთ-ერთი იყო, ვინც დახვრიტეს და მე მინდა მის სცენიურ დედას გადავახვიო. არ შევიძინე, მაგრამ უფრო მეტი რა უფრო შეხდება. ვინდა დაჭდა დღეს ჩვენი გვინავი.